ეს კადრები ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინაა გადაღებული. როდესაც კოტე მარჯანიშვილის თეატრის დასი საგასტროლოდ მოსკოვს მიემგზავრებოდა. წინვალე შემოქმედებითი კოლექტივი. თამარ ჭავჭავაძე, ერიკო ანჯაფარიძე, უშანგი ჩხეიძე, სანდრო ჟორჟოლიანი, ცეცილია წუწონავა, სერგო ზაქარიაძე, მერი დავითაშვილი, ელენე ახლებიანი და პეტრე ოცხელი და შალვა ღამბაშვიძე. შალვა ღამბაშვიძის თეატრალური გმირები ახლა მხოლოდ ასეთ ფოტოსტენდებზე ცხოვრობენ. რამდენი განსხვავებული ხასიათის ადამიანი. ალბერტ კრალი, ოტელო, აბრაკუნი ჭინჭინელი, პრეზიდენტი ფონ ვალტერი, არჩილი, გიორგი სააკაძე, სოლომონ საკიჩ მეჯღანოაშვილი, ბატონიშვილი პაატა, მეფე იმერეთისა, კუტუზოვი, კათალიკოსი პატრიარქი, კაზარინი, მოцвარი, მანუჩარი, კავალერი რიპაფრატა, ალან მურდანოვი, შრუსბერი. De Santos, Rabino Moskva შენი რა ხნიშნავს? მიიღე სილვა, რიაც დიდი მონდობილობა, რომლითაც შენთან გამომგზავნა მე სინაგოგამ. მონდობილობით ჩემთან, რაბინო? მაგრამ სამთლები? გაოცებულ ხარ, რომ ჯერ კიდევ არ არის ღამე. ჩვენ კი სამთლები ხელთ გვიჭირავს. ეს სამთლები ადამიანის მედიდური არის გონება, რომელიც ბედავს თვით განგება დაფაროს შუქით. რაბინო მითხარ ყველაფერი რაც საქმელი გაქვს. ეს სილვა, მინდა სინაგოგამ გამოგიგზავნა ეს წიგნი, ისე როგორც სარწმუნოების და ყველა მისი წყაროების უდიდეს მცოდნეს. სინაგოგა გთხოვს, რომ ეს წიგნი გამოიკვლიო პატიოსნებით და არავის ფილოსოფოსმა. გამოიკვლიე მხოლოდ ერთი. ეს ნაწერი ვით ეთანხმება ჩვენ საწმინდა ებრაელობას? ან შეიძლება ჩაითვალოს ამის დამწერი იაკობის ძეთ და ცხონების იმედის კონდეს იქ, სადაც არის საუკუნო სასუფეველი. მე ამ დიდ პატივს მოწიწებით კირთულობ სანტოს. და თუ ღაღადებს ამ სამთლებში დამწერი სული, სინაგოგას სურს რომ გაიგოს. რა უფლება აქვს დამწერს, რომ ფენდეს საიზღარსა თვისთა ნათელსა ოკეანეში, უწმინდეს ლამპართა შორის. საბჭოს შემდგარსა სამკაცისაგან სურს მოისმინოს 7 დღის შემდეგ დანარჩენი წიგნის შესახებ. ეხლა გთხოვს საბუთს, რომ ეგ წიგნი შენ ჩაიბარე. ვინ არის სიგი? ნუ თუ ურიელა კოსტა, ჩემი მოწაფე, შენს ხმაში მესმის სიბრალული. მაგ წიგნს დე სილვა, ისე შეხედე როგორც მხოლოდ წიგნს, თითქოს ავტორი შენთვის სრულიად უცნობი იყოს. ჰეიბერათი ღირსეულო რაბინო, რომ მე შენგან მივიღე სამწუხარო ეს დავალება. მუდამ შევიპროს თოლა შიშისა, როდესაც ღმერთი თვით ჩვენ გადმოგცემს ბედისა და ეს საკუთარი ჩვენი ბედისა. ეხლა იფიქრე, თუ რა ძნელია გახდემ საჯურის სხვისი ბედისა.
მეტაძნელია ღვთის დავალებით სხვისი იყვალი გადასწყვიტო შეურყეველად. აკოსტა ძლიერ მეწოდება, მაგრამ მე მჯერა დანიშნულება ზეციური და ხშირად ხედავ ადამიანთა ბრძანებაში ნებას უფლისად. თუ ჩემმა ერმა მე წიგნი გამომიგზავნა, მას გამოვიკლებ მიუდგომლად თალმუდისა და თორის მიხედვით. კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში 1951 წლის ბოლოს მივედი დასადგმელად, სპექტაკლის დასადგმელად. დამიძახა ჩვენმა ცნობილმა რეჟისორმა, მაშინ თეატრის მთავარი რეჟისორი იყო ვახტანგ ტაბლიაშვილმა და შემომთავაზა დადგმა. მე მომინდომე გოლდონის სასტუმროს დასახლების დადგმა და იმ წუთში დამეთანხმა ბატონი ვახტანგი, რომ კი ბატონო ძალიან საინტერესოა გააკეთეთ. მოიტანეთ განაწილებო. დავდექი სახში ვანაწილებდი პიესას და როლებს ვანაწილებდი და ყველაზე უფრო იდეალური ვარიანტი ვიფიქრე, ვინ შეიძლება ამაზე, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ეს იდეალური ვარიანტი დარჩება და პრაქტიკულად მე ვინ მომცემს დამწყებ რეჟისორს ამ საფრთხილებს, რომ ჩესპეტაში ვინ დაყავებული. მეორე დღეს მივედი თეატრში და უთხარი, მე მინდა ვერიკო ანჯაფარიძე, სერგო ზაქარიაძე, შალვა ამბაშიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, აკაკი კვანტალიანი და ასე შემდეგ. კი ბატონო მითხრეს. მე ვიყურების არ ამჯეროდა, რომ მე მომიხდებოდა მეორე დღიდან რეპეტიციების დაწყება იმ ხალხთან, იმ სახეებებთან, რომლის ასე თქვათ, მხოლოდ შორიდან მაცქერალი ვიყავი და რომლებსაც ვეთაყვანებოდი როგორც ქართული თეატრის საოცარ მოვლენებს. იმდროინდელი მარჯანიშვილის თეატრი მართლაც საოცრება იყო თავისი აქტორული მრავალფეროვნებით და შესანიშნავ მსახიობთა ვარსკვლავებით. საქმე იმაშია, რომ უშანგი ჩხეიძის გარდა ყველა თეატრში იყო იმ დროს, ბატონი უშანგი არ იყო უკვე თეატრში, დანარჩენი სულ ყველა იყო თეატრში, აი ეს დიდი პლეიადა კოტე მარჯანიშვილის მოწაფეებისა და მათ შორის ერთ-ერთი პირველთაგანი, რომელიც სარგებლობდა უდიდესი ავტორიტეტით, ხელუხლებელი ავტორიტეტით, როგორც სიტყვიან, ეს იყო შალვა ამბაშიძე. როგორც ბრწყინვალე მსახიობი, ბრწყინვალე მოქალაქე და ადამიანი, რომლის სიტყვა თეატრში იყო კანონი. ეს იყო სიკეთის გასახიერება, საოცარი პიროვნება. უნიჭიერესი მსახიობი. მე მას ვიცნობდი მხოლოდ სცენიდან და ეკრანიდან, მანამდე საიდან უნამცრობოდა ბატონი შალვა, მისი ბრწყინვალე როლები თეატრში და კინოში, მისი საოცარი პოპულარობა და დიდი ავტორიტეტი, რომელთაც საერთოდ ქართულ ხალხში და ქართულ თეატრში სარგებლობდა. ბატონი შალვა გარდა იმისა, რომ იყო შესანიშნავი მსახიობი და შესანიშნავი მოქალაქე, იყო ფრიად განათლებული ადამიანი. საერთოდ უნდა მოგახსენოთ, რომ აი ამ თაობის მსახიობები ძალიან განათლებული ხალხი იყო, ძალიან წიგნობარი ხალხი იყო. აი ჩვენ ვიცით, რომ აი ესეთი კომედიური მსახიობები, რომლებიც თითქოს იუმორიდან მეტი არაფერი როგორც იყო ჟორჟოლიანი, კვანტალიანი, მათთან საუბარს არაფერი არ ჯობდა, ეს იყო უგანათლებულესი ხალხი. ევროპული განათლების ალექსანდრე ჟორჟოლიანი, გაგო კვანტალიანი მცოდნე თავის ქვეყნის ისტორიისა, ლიტერატურისა, საერთოდ მსოფლიო ლიტერატურისა, ვასო გოძიაშვილი უგანათლებულესი კაცი და მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი ავტორიტეტი, ასე ვთქვათ, პირველთაგანი თეატრში შალვა ამბაშიძე, მართლა კიდევ ვიმეორებ, რომლის სიტყვაც თეატრში იყო კანონი, იმიტომ რომ მისი უსამართლო სიტყვა თეატრში არავის არასოდეს არ გაუგია. და ესე პირველი მუშაობა, პირველ სპექტაკლში მიმიწია მუშაობა ამ დიდებულ პიროვნებასთან, კავალერი პაფრას თამაშობდა ჩემს სპექტაკლში სასტუმროს დასახლისი. ბატონი შალვა და ბატონი სერგო ერთ როლზე იყვნენ. მაგრამ განსაკუთრებული სიახლოვე და განსაკუთრებული დაახლოება ჩემი ბატონ შალვასთან მოხდა, როდესაც მე დავდგი შესანიშნავი მწერლის და ბრწყინვალე პიროვნების ვიქტორ გაბისკირიას პიესა უბსკულთან. უბსკულთან მაშინ ეს იყო მთელი რევოლუცია ქართულ დრამატურგიაში და ქართულ თეატრში. მაშინ პირველად აღიმოვლა ვიქტორ გაბისკირიამ კორუმპირების
მანკერი მოვლენების წინააღმდეგ სიტყვა ძალიან გაბედულად, ძალიან აშკაცურად ძალიან და ძალიან ბევრი გვაწვალეს ამ პიესის გამო ხან ხსნიდნენ ხან ისე უშვებდნენ ხან ერთი 15-მდე გასინჯვა იყო ამ პიესის სანამ ბოლოს ნებას დართავდნენ და აი ამ სპექტაკლში სხვა წყინვალე როლებთან ერთად განსაკუთრებულ როლებთან ერთად როგორიც იყვნენ გერგო ბახიძე, მედეე ჯაფარიძე, შაქრო გომელაური, აკაკი კვანტალიანი და აი მარგალიტები იყო სპექტაკლისა ბატონი შალო ამბაშიძე, ანთიმოზი ბაბუა და ევა სესილია თაღაიშვილი. ეს იყო ორი დიდოსტატის დუეტი, საოცარი დუეტი. მე ასვეს ადამავიწყდა ერთ-ერთ რეპეტიციაზე მოხდა ასეთი იმპროვიზაცია. ბატონ შალვაშვილი სცენაზე უნდა გამტარიყო ძალიან ძიმიავად და ესე იგი იყვებოდა ბავშვი და არა და ამის წინ მას სახელი ნაკლებდა გაგდებული სესილია თაღაიშვილის როლი ესე იგი ევა ავდა გაგდებული როგორც ესე იგი ძალიან უწესო ადამიანი და რომელიც დისკრეტაციას უკეთებდა ამ ანთიმოზის ესე ვთქვათ ოჯახს. და როდესაც მე ბატონი შალვა მივიდა ბავშველი დაადო შუბზე და აიყვდა იწვის ბავშვია და მივარდა და დაკრა ფანჯარას დეკორაციას ხელი გააღო და იყვდა ევა მიშველო ვიტალ დავისკილი ეს კინომა მისტერიკა დაიმართა თქვა რომ ეს არ მიწერია მე მაგრამ ეს არის საოცრება ესე იგი რომ აი თუთის წინ ქალი გააგდო მაგრამ ის მეზობელია გაჭირებაში დავთინებაში და მაინც პირველი მაშინად იმას მოხო მისი სცენები შვილიშვილთან გძალთან მედეე ჯაფარიძესთან ეს იყო რაღაცა საოცარი რეალიზმი, საოცარი სიტყვეთი, საოცარი ადამიანი